ყოველთვის მედგნენ მხარში, ყოველთვის მიწევდნენ რეკომენდაციებს, ყოველთვის მეხმარებოდნენ და ყოველთვის მიდგა ეს ხელისუფლება გვერდით და როგორ უნდა ვთქვა, ცუდი მეწარო, ერთადერთი რა შეცდომას დაუშვეს, აი ეს უკანონობა, როდესაც მე შვილი დამაშორეს, ფეხს ეიდგა პოლიცია მაშინვე და მთელი საკრებულო ქეთი რა მოხდა, გამოფხიზლებულები არ იყვნენ. ესეთ გოგოს შენ ბავშვი როგორ წაგარჩესო. ნუ მაგრამ არა უშავს. ხო და მაგიტომ საუბრობ, რომ მე თუ მოვედით ხელისუფლებაში და პარლამენტში და მე შევუერთდები ჩემს რა თქმა უნდა პარლამენტის წევრებს გვერდით და დაუდგები და ხმამაღლა ამოვიღებ სიტყვებს, რომ ყოველთვის აყავს ჩვენ მდგრადი ხელისუფლება და არის ეს რელიგიური ხალხი, რომ საქართველოს მიწა-წყალს მშვიდობიანად იცავენ ეკლესია მონასტრებს და ისინი საქართველოში ყველას მოუწოდებენ ნამდვილი მართლმადიდებლური ქრისტიანული წყობილებისკენ და რეჟიმისკენ, სადაც მყარდება ნამდვილი რეჟიმი და ჩვენი გზა მიდის მშვიდობიანი გზით და ჩვენთან არ ხდება ის საშიშროებები, რაც ხდება სხვა ქალაქებში, ისრაელში, უკრაინაში და სხვადასხვა თურქეთში და სხვადასხვა ადგილებში. ესენი იმხელა როლის მოთამაშეები არიან, ბატონი ავიღოთ ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ ყაველიშვილი, ბატონი კახი კალაძე, ბევრ ამაში აკვირდებიან და ბევრი საწინააღმდეგო მიმართულებას, ასე რომ ვთქვათ, ბომბების გადავლას წინ ეღობებიან. აი პირდაპირ მნიშვნელობით გესაუბრებით. ისინი წინ აღუდგნენ ფრონტს და ამყარებენ საქართველოში მშვიდობას. და ამას უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენ თუ ომი არ გვინდა, ხო, გასაგებია, დიდი ხანია, წლებია, მე გესალმებით, ვიღებ თქვენს შეკითხვებსაც, რომ როდემდე უნდა იყოს ეს ხელისუფლება, ხო უნდა შეიცვალოს რეჟიმი, გასაგებია, დიდი ხანია არიან, მაგრამ სანამ საქართველოს არ ეყოლება ამათნაირი ნორმალური მდგრადი ხელისუფლება, მანამდე რეჟიმი არ უნდა შეიცვალოს. როგორ გადაატრიალებენ მე რომ საქართველოს მომავალს და რანაირად გაუცხრიან ძირს და სამარის, ეგ უკვე ჩვენ არ ვიცით. შეიძლება უარესი რამ მოხდეს. ყველა ამას იძახის, აი თელავში ყველა ქართული ოცნების მხარეზეა. ტაქსში ჩავჯდები თუ ვისვე საუბრები, ესენი რო არ იყვნენ ტანკები შემოვიდოდნენ ჩვენთან, რასა მოგქეთიო. მალადეცო რა ნიჭიერი გოგო ხარ, თელავი ფეხზე გიდგა, მთელი მერია ფეხზე გიდგა, მთელი საკრებულო გაღიარებს უმაღლეს ნიჭიერს ქალბატონაძო. აი ასეთი ლოზუნგები მოდის თელავიდან.